ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში კერამიკის სახელოსნო გაიხსნა. კერამიკოსები არქეოლოგიურ მუზეუმში დაცული არტეფაქტების ასლების შექმნას გეგმავენ. სახელოსნოში საყოფაცხოვრებო დანიშნულების პროდუქციის სერიული ხაზის წარმოებაც მოხდება. კერამიკის სახელოსნოს მხატვარ კერამიკოსები ლია კასპელაშვილი და ტარიელ ტაბაღუა უხელმძღვანელებენ. როგორც პროექტის ინიციატორები განმარტავენ, პროექტი მიზნად დარგის განვითარებასა და ახალგაზრდების ჩართულობას ისახავს. დაინტერესებულ პირებს კერამიკის სახელოსნოში არტ-თერაპიის კურსების გავლის შესაძლებლობა ეკნებათ. არტეფაქტების სერიული ასლების დამზადება შეიძლება სუვენირების სახით და ასევე ძალიან საინტერესო ოქროს საგანძური გვაქვს ჩვენ, ოქროს ფონდი გვაქვს. იმ ოქროს ფონდში საინტერესო კომპოზიციებია და ჩემი იდეა პირადად და ერთგვარი ამბიცია არის ის, რომ ჩვენი მუზეუმის საგანძურის, მატერიალურ-კულტურული საგანძურის მოტივებზე შეიქმნას ქართული აჭარული კერამიკა. ინოვაციური პროექტია ჩვენი რეგიონისათვის, იმიტომ რომ არ ვიყავით განებირებული, იმიტომ რომ ჩვენ შეგვეძლო რომ ესეთი ტიპის საამქრო არა სხვა საწარმოო ციკლში, არამედ სწორედ მუზეუმში გავგაკეთებია. ორი დატვირთვა აქვს მას. ერთი მხრივ ეს არის პოპულარიზაცია იმ მატერიალური კულტურის ძეგლების, რაც ჩვენს რეგიონში არის აღმოჩენილი და ალბათ დამზადება ასლები, გამორჩეული აქცენტი გაკეთება ალბათ კოლხურ კერამიკაზე, რომელიც მიეწოდება როგორც მნახველს, ასევე ჩვენს მოსახლეობას.